მოგესალმებით. მიხარია ძალიან, რომ კიდევ ერთხელ მომეც საშუალება მესაუბრა ხელოვნურ ინტელექტზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, დღეს განსაკუთრებით პოპულარულია ეს თემა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ პოპულარულია ამ თემის გარკვეული ნაწილი და არსებობს მომენტები, რაზეც ხაზგასმა არის საჭირო და მე მგონი დაგვაინტერესებს. ყოველ შემთხვევაში, მოდი ვნახოთ, რა შეიძლება ითქვას ხელოვნურ ინტელექტზე და აი ჩვენ სამყაროსთან რა კავშირშია. პირველ რიგში მიმოვიხილოთ, როგორია ჩვენი სამყარო. ეს არის საკმაოდ შეუცნობელი სამყარო, რასაც ვეძახით და ცხადია, მისი დამზერა შეგვიძლია ყოველდღიურობაშიც, მაგრამ იმისთვის, რომ უფრო შევიმეცნოთ, ზუსტად ჯობია რომ გამოვიყენოთ გარკვეული ხელსაწყოები. ალბათ ყველაზე მთავარი ხელსაწყო არის დღეს ტელესკოპები, რითაც ჩვენ შევიმეცნებთ სამყაროს, რითაც ახალი ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ და შემდეგ უკვე გარკვეული კვლევების საფუძველზე შევიქმნათ შთაბეჭდილება თუ როგორ არის მოწყობილი იგი, ხო? აი თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ მაგალითად ჩვეულებრივ ტელესკოპს, რომელიც სახშიც შეგვიძლია შევიძინოთ, თუმცა მისი საშუალებით ნაკლები რაღაცის აღმოჩენა შეგვიძლია. ეს გახლავთ ჰაბლის ტელესკოპი, რომელმაც ძალიან ბევრი ცოდნა მოგცა, ძალიან ბევრი სურათი გადაიღო და მისი საშუალებით ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი რაღაცეები, თურმე როგორ ყოფილა მოწყობილი სამყარო. უკვე ჯეიმს ვებმაც დიდი წვლილი შეიტანა სამყაროს ამოცნობაში, მაგალითად ძალიან შორეული galaktikები დავინახეთ, ძალიან ძველი galaktikები დავინახეთ, ისეთი ძველიც პრინციპში, რომელიც ჩვენი თეორიების თანახმად არ უნდა არსებულიყო და ამან მოგცა საშუალება რომ გადაგვეხედა ამ თეორიებისთვის, ხო? ეს არის ტელესკოპი, რომელიც მიწაზე არსებობს, ბევრია ასეთი ტელესკოპი და მათაც არანაკლები წვლილი მიუძღვით სამყაროს შეცნობაში, ხო? ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ზემოთაც ავიხედოთ და ბევრი რამე დავინახოთ, ასე დაიწყო სამყაროს შეცნობა, ხო? არის უამრავი galaktika ჩვენ ზემოთ, ნისლეულები, რასაც ხედავთ სლაიდზე, ბატონო, ეს კიდევ ერთი galaktika. და ესეც საინტერესო სლაიდია, რადგანაც აი უფრო მკვეთრი რომ ყოფილიყო ანდრომედას galaktika, უახლოესი galaktika ჩვენგან, აი მისი ზომა აი ამოდენა არის ცაზე. უბრალოდ იგი არ არის მკვეთრი და ამიტომ ჩვენ ვერ ვხედავთ, თორე თვარეზე გაცილებით დიდი არის დედამიწიდან დანახული ჩვენი უახლოესი მეზობელი galaktika. ძალიან შთამბეჭდავია ჩემთვის, მაგალითად აი ესეთი თვალსაჩინოებები. აქაც გახლავთ galaktikები და ეს galaktikები ცოტა რაღაც გამრუდებული რომ არის, ეს არის ძალიან საინტერესო, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ძალიან მასიური სხეულები გრავიტაციული ლინზის როლს ასრულებენ და ისინი შუქსაც კი ამრუდებენ. ჩვენ შეგვიძლია ამისი თვალსაჩინოდ დანახვა, ეს გახლავთ ჯეიმს ვების ტელესკოპის პირველი სურათი. კიდევ ნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო შევიმეცნოთ, ხომ? გარდა იმისა, რომ შორეული ობიექტები შეგვიძლია ვნახოთ, ჩვენ შეგვიძლია ახლო ობიექტებით შევისწავლოთ, გავადიდოთ ისინი, ანუ მიკროსკოპის დასხმარებით შეგვიძლია შევისწავლოთ ეს ობიექტები და მიკროსკოპში ვხედავთ მაგალითად პატარა კრისტალებს, როგორ გამოიყურება, ხედავთ ლითონებს, რანაირია მიკროსკოპში, ხო, ნახევრად კრისტალური წარმონაქმნები და უნდა გავაგრძელოთ უფრო პატარა ობიექტების ძიებაც, რომ ბოლოს და ბოლოს რაღაცნაირად მივხვდეთ, როგორ არის აწყობილი ის ყველაფერი, რასთანაც ჩვენ გვაქვს დღეს შეხება, ხო? ეს ყველაფერი კიდევ თავის მხრივ შედგება ატომებისგან, ხო? ატომებიც კიდე თურმე შედგება პატარა ნაწილაკებისგან, დღეს ესე სიღრმეებში აღარ ჩავართავარია ის, რომ ჩვენ ხვდებით, რომ ეს ურთულესი ყველაფერი, რაც დღეს ვნახეთ, შესწავლას საჭიროებს. ხო?
კი ბატონო. აი ხა გადავიდეთ ინტელექტზე. ჯერ ხელოვნური ინტელექტი არ გვინდა, ჯერ უბრალოდ ინტელექტი გვინდა. რა არის ინტელექტი? ალბათ ინტელექტი არის ის ყველაფერი, რასაც ქართულში გულისხმობთ, ეს არის ის რისი საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია აღქმა, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ვიაზროვნოთ, ანალიტიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ აი ეს სამყარო შევიმეცნოთ, ხო? და რაც მთავარია, ინტელექტის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ეს ფილოსოფიური საკითხიც გია, ის რომ ჩვენ შეგვეძლოს მოქმედება. წარმოიდგინეთ, რომ ეს ინტელექტი აქვს რაღაც ობიექტს, რომელსაც არანაირი მოქმედება არ შეუძლია. მაშინ ჩვენ გვაქვს თუ არა უფლება, რომ ვთქვათ, რომ მას ააქეს ინტელექტი და ჩვენ მას ვერ დავამტკიცებთ, ვერ დავასაბუთებთ, ხომ? შეიძლება ის შიგნიდან ხედავდეს რაღაცას, განიცდიდეს, აზროვნებდეს, მაგრამ ჩვენ თუ ამის არამტკიცებულება არ გვაქვს, ხომ? უკვე საეჭვო ამის თქმა შეგვიძლია აქვს თუ არა ინტელექტი. მოკლედ რო ვთქვათ, აი ეს ბოლო თვისება ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო? აი სტუდენტებისთვის იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თუ ვიტყვით, რომ კი, შეიძლება გვესმის ბევრი რამე, ბევრს ვეცადინებთ, ბევრი რამე ვიცით, მაგრამ ეს შედეგში თუ არ გარდავსახეთ, ხომ, არ იქნება კარგი. ამიტომ ეს მოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს წარმატება და ჩვენი ინტელექტი, ასე ვთქვათ, ინტელექტობდეს. ხო? კი ბატონო. აი ეს პატარა სურათი თვითონ ხელოვნურ ინტელექტმა შექმნა ეს 4 რაღაცა, რაც ჩამოთვალეთ, აღქმის უნარი, სწავლის უნარი, იმიტომ რომ სწავლის გარეშე ჩვენ ერთი და იგივე წრეში ვიტრიალებთ და უკვე ინტელექტის შესაფერისი ალბათ აღარ არის. სწავლის უნარი, აზროვნების უნარი და რა თქმა უნდა მოქმედების უნარი არის ესეთნაირად ინტელექტი. ხო, ადამიანებს გვაქვს უპირველესად ეს ინტელექტი. ხო, ალბათ, შეიძლება სამყაროსაც აქვს ინტელექტი, მაგრამ მოდით ჩვენ იმაზე ვისაუბროთ, რაც უფრო ცხადია ჩვენთვის და რაც ალბათ საკამათო არ არის. ადამიანებს გვაქვს ინტელექტი. ალბათ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ალბათ ცხოველებსაც რაღაცა ტიპის ინტელექტი გააჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, აი მათ შეუძლიათ რაღაც ლოგიკური აზროვნებაც ხანდახან, ლოგიკური მოქმედებაც, რაღაცებს სწავლობენ, მაგალითად მაიმუნს შეუძლია რაღაცები ისწავლოს, როცა ძალიან გაუჭირდება ან მოშივდება, ყოველ შემთხვევაში ეს უნარი მას გააჩნია და სხვა ფრინველებსაც და ცხოველებსაც, ალბათ აქვთ ეს ინტელექტი. აი ხა გადავიდეთ კიდე სხვა ტიპის ობიექტებზე, მაგალითად ხეს აქვს თუ არა ინტელექტი, ან სოკოს, ხო? უკვე ძალიან საკამათო არის ესა. უცნაურია, ხო? ალბათ ეხლა ფუტკარს და ჭიანჭველას შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც ინტელექტი გააჩნია, მაგრამ აი მცენარეებზე კი ბატონო შეგვიძლია ვიკამათოთ. და აი აქ მინდა გაჩვენოთ მე ის პრინციპში ბოლოსაც შეიძლება ვნახოთ, მოდი გავაგრძელოთ, ხო? კიდე განახებთ რაღაც ობიექტებს, რომლის ინტელექტიც ჩემში ეჭვს არ იწვევს, მაგრამ იმდენად უცნაური ობიექტია, რომ ამაზე დაფიქრება ღირს, როგორ შეიძლება ასეთ ობიექტს რაღაც ლოგიკური ქცევა ახასიათებდეს, ხო? არ ვიცი, აი განახებთ მერე და ვიმსჯელოთ მაგაზეც. ხო, ეხლა გადავიდეთ ხელოვნურ ინტელექტზე. ასე თუ ისე მაინც გასაგები იყო. ხელოვნური ინტელექტი ალბათ არის იგივე, ოღონდ ეს უნდა ახასიათებდეს მანქანებს, ის რაც ხელოვნურად არის ჩვენ მიერ აწყობილი. და ამასაც შეგვიძლია ინტელექტი დავარქვათ, ოღონდ ხელოვნურ ინტელექტს ვეძახით. ეს მანქანებიც როგორღაც უნდა აღიქვამდნენ ან ვიდეოს, ან ფოტოს, ან სამყაროს, მათაც უნდა შეეძროთ ეს აზროვნება, რასაც ჩვენ ვეძახით და ამის საფუძველზე სწავლაც უნდა შეეძლოთ და მოქმედებაც უნდა შეეძლოთ. ეს არის ხელოვნური ინტელექტი. ჩვენი დღევანდელი თემაა სამყარო და ხელოვნური ინტელექტი. აი მე მგონი ორივეს პატარა განმარტება გავაკეთეთ და აი ხა შეგვიძლია საინტერესო რაღაცებზე გადავიდეთ. ჯერ მე ვფიქრობ, რომ
მიმოხილვის თვალსაზრისით კარგი იქნება რომ გვენახა ეხლა ადამიანს რო გვაქვს ეს ინტელექტი ძალიან აღარ გვაკვირვებს მაგრამ ხელოვნურად როგორ შევქმენით ის რასაც შეიძლება ალბათ მაინც ინტელექტი დავარქვათ ხომ კარგი იქნება რომ გვენახა როგორ მოხერხდა ეს ალბათ ამაზე ფიქრი ძალიან დიდი ხნის წინათაც დაიწყო მაგრამ შეიძლება ითქვას რომ კონკრეტული პირველი ნაბიჯი იყო და ასეთი ფილოსოფიური წიაღსვლა იყო ტიურინგის მიერ გაკეთებული და მან გამოთქვა ესეთი ვარაუდი რომ ჩვენ თუ გვაქვს მაგალითად ადამიანის გარდა რაღაც სხვა მექანიზმი როგორ უნდა ვთქვათ აქვს თუ არა მას ინტელექტი აზროვნებს თუ არა იგი და მან ესეთი ჰიპოთეზა გამოთქვა რომ თუ ჩვენ მას დაველაპარაკებით მისგან მივიღებთ ლოგიკურ პასუხებს და არანაირი საფუძველი არ გვექნება ვთქვათ რომ ის რაღაცით ჩვენ ჩამოგვჭა ამ კითხვა პასუხში მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ იგი აზროვნებს იმ დროს როცა ეს ხდებოდა 50-იან წლებში ხო ეს ძალიან დამაჯერებელი იყო დღეს შეიძლება წყალი შევუყენოთ ამ ჰიპოთეზას თუმცა პრინციპში რატომ იმიტომ მე ვფიქრობ რომ მაინც არ არის ცუდი განმარტება და დღესაც აქტუალურია უბრალოდ ნახოთ ხა რა მოხდა მას მერე ხო პირველად ეს ტერმინი ხელოვნური ინტელექტი აი 1956 წელს უკვე გამოჩნდა ამ საინტერესო კონფერენციაზე და ეს ტერმინი უკვე ამის მერე არის დამკვიდრებული შემდეგ მოხდა საინტერესო რაღაცა ინტელექტს რას უკავშირდებდნენ აი ძულად მაინც უფრო ეს ჭადრაკთან იყო გაიგივებული ან რაღაც ისეთ რთულ ამოცანებთან რომელსაც ყველა ვერ აკეთებდა მაგალითად სინამდვილეში ხომ ჩვენ ამოვიცნოთ სურათზე რა არის დახატული აღმოჩნდა ეს უფრო რთულია ვიდრე ჭადრაკის თამაში მაგრამ იმ პერიოდში მაინც ჭადრაკის თამაში ითვლებოდა რომ არის უფრო ინტელექტუალური საქმიანობა და ცდილობდნენ რომ დაეწერათ ისეთი პროგრამა რომელიც ჭადრაკს ითამაშებდა და რომ გვეთქვა რომ აი ამას უკვე რაღაც აზროვნების ელემენტები გააჩნია ხო და დაწერეს ასეთი პროგრამა არც ისე ცუდი პროგრამა რომელმაც წარმატებებიც მოიპოვა და ჩემპიონს აჯობა უკვე ჭადრაკის თამაში ამის მერე კიდე ბევრი რამე მოხდა ხო დღეს აღარ გვინდა ძალიან რთული ისა სრული ისტორიის განხილვა მაგრამ ძალიან ღირსშესანიშნავი მომენტები მაინც მინდა რომ აღნიშნო მაგალითად 2012 წელს მოხდა ესეთი ღირსშესანიშნავი მოვლენა და მე ვიტყვი რომ აი 2012 წელს ფაქტიურად დავასრულე ჩემი დისერტაცია ნუ კი 2013-ში დავიცავი მაგრამ ეხებოდა ზუსტად ხელოვნურ ინტელექტს და ნეირონულ ქსელებს რა მოხდა 2012 წელს საინტერესო იყო ესეთი კონკურსი რომელიც იმართებოდა ხოლმე და ამ კონკურსის მიზანი იყო დაეწერათ ისეთი კარგი პროგრამები რომლებიც ფოტოზე ამოიცნობდნენ რაღაც ობიექტებს და ხან ერთი პროგრამა იმარჯვებდა, ხან მეორე პროგრამა იმარჯვებდა და 2012 წელსაც ერთ-ერთმა პროგრამამ გაიმარჯვა, ოღონდ რომელიც არ იყო დაწერილი ტრადიციული მეთოდებით. იყო დაწერილი იმ მეთოდებით, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით ხელოვნურ ინტელექტს. ნეირონული ქსელებით იყო აწყობილი, ალექს კრიჟინევსკიმ გააკეთა ეს პროგრამა, ალექს ნეტი ერქვა ამ ნეირონულ ქსელს და იმდენად დიდი სხვაობით ჩამოიტოვა ყველა კონკურენტი, რომ ითვლება, რომ აქედან უკვე სხვანაირი ყურადღება მიექცა ამ ტექნოლოგიებს. ფაქტობრივად უკვე უკან მოუხედავად ჩამოიტოვა ყველა ლიდერი ამდენი ხნის განმავლობაში. მოკლედ მაგრად ცნობდა სურათებს ეს პროგრამა. ხო და აი აქ ერთი პატარა წრეწირი კიდე მაინც დავხატე, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ამ კონკურსში უკვე 2015 წელს ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა ამ პროგრამების მხარდამხარ და აღმოჩნდა, რომ მაინდა-მაინც წარმატებას ვერ მიაღწია. დიახ, ხელოვნურმა ინტელექტმა უკეთ ამოიცნო სურათზე ობიექტები უკვე, ვიდრე ადამიანი ამას ახერხებდა. ეს ჩემი აზრით არის გადამწყვეტი
ეტაპი, რადგანაც ეს ხელოვნური ინტელექტი კონკურენციაში შემოვიდა ჩვენთან. სურათების ამოცნობა ეს იყო აი ამ ტექნიკური ხალხის დიდი ოცნება, ვერ ხერხდებოდა აქამდე ეს. აი მივედით იქამდე, რომ აქაც გვაჯობეს უკვე. ან საინტერესო არის, არის მერე ეს ChatGPT ყველას გაგვიგია და დღეს რატომღაც ხელოვნურ ინტელექტს ვეძახით ამ ChatGPT-ს შეიძლება დამსახურებულადაც. ეს არის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი კარგი მაგალითი, რომელმაც საყოველთაობა მოიპოვა, რომელსაც ასეთ მექანიზმებს ყველანი ვიყენებთ უკვე და მართლაც ძალიან ყოჩაღები არიან. რაც ასწავლებს აკეთებენ, აი ბოლო ვერსიები განსაკუთრებით რო ვნახე, გამიჩნდა განცდა, რომ ზედმეტი ხო არა ვარ მეთქი უკვე. მივედით უკვე ასეთ მომენტებამდეც. კი ბატონო, ეს გახლავთ პატარა ისტორია ამ ხელოვნური ინტელექტის. ხო? ეხლა მოდით, მაინც საინტერესო იქნება რომ ვნახოთ აი ChatGPT-ს ჩათვლით ეს ყველაფერი რითი მივახციეთ. ჩვეულებრივი პროგრამებით, მაგალითად რა ვიცი, სტანდარტული დაპროგრამების ტექნოლოგიებით ეს ვერ მიიღწა. და შემდეგ მივმართეთ დედაბუნებას, რო გვენახა რომ ჩვენ როგორ ვაზროვნებთ და იქნებ ამის მსგავსი რაღაცა გაგვეკეთებინა და იქნებ მას მეტი წარმატება ჰქონოდა. ჩავიხედეთ ადამიანის ტვინში და მე რო პატარა ვიყავი, მეგონა რომ ძალიან ბევრი საინტერესო კბილანი ან რაღაც უცნაური ორგანო იყო თავის თვინში, რადგანაც ცუდად არ ვაზროვნებთ ადამიანები ზოგადად და მოსალოდნელი იყო, რომ აი აქაც ეს რთული მოწყობილობა გქონოდა. თუმცა ბიოლოგები სხვა რამეს გვეუბნებიან, რომ აქ არის მხოლოდ უჯრედები, მეტი არაფერი. მხოლოდ ეს უჯრედები ცოტა განსხვავებულია, ვიდრე მაგალითად კანის უჯრედები. განსხვავებულია იმითი, რომ აქვს ბევრი გამონაზარდი ამ უჯრედებს და ისინი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ხო, სულ ეს არის. უბრალოდ აი ეს ბევრი ფეხი განაპირობებს და უზრუნველყოფს იმას, რომ სხვა უჯრედი, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, აი ანალოგიური უჯრედი, ხო? ამ უჯრედში რაღაც სიგნალებს აგზავნის. და ამ უჯრედს შეუძლია რომ თვითონაც გაგზავნოს სიგნალი სხვაგან, ეს სიგნალი გამოდის ცოტა განსხვავებულ დიდ ფეხში, რომელსაც უკვე აქსონი ქვია სახელად, ამათ დენდრიტები დაარქვეს, ამას აქსონი და ესეც არის მიერთებული სხვა უჯრედებზე. მაგალითად, ძველ სლაიდი კიდევ ვნახოთ, ასეთი ნეირონებისგან შედგება ჩვენი ტვინი და რეალურად ეს მართავს ყველაფერს. აქ შემოდის გრძნობის ორგანოებიდან მიღებული სიგნალები, თვალიდან, ენიდან, კანიდან, ვესტიბულარული აპარატიდან და ჩვენ რა ერთადერთი რასაც ვაკეთებთ, მე კუნთებს ვამოძრავებთ. ეს არის ის ქმედებები, რომელსაც ვაკეთებთ. მოკლედ, სიგნალებიც აქ შემოდის და გადაწყვეტილებებიც აქ მიიღება და კუნთების სიგნალებიც აქედან გამოდის. აქ საიებზე აღარ დავხატე, ლამაზად არის ეს ყველაფერი აწყობილი, აი აქედან გრძელი ნერვები პირდაპირ გამოდის. მაგალითად, თელს ხერხემალს გაივლის ეს ნერვი და ფეხის თითი რო გვინდა რომ გავამოძრავოთ, აქედან სიგნალი პირდაპირ იქ მიეწოდება. ანუ თითქოს ძალიან აღმატებულმა ინჟინერმა დააპროექტა და ააწყო მე ეს ჩვენი მოწყობილობა, ხომ? აი ესე ლამაზად არის აწყობილი, ოღონდ ყველაფერს მართავენ ეს ნეირონები, რომელიც უკვე ვნახეთ აი ამ სლაიდზე, ხომ? გადაწყვიტეს, რომ ესეთი ნეირონები დაემზადებინათ, ერთმანეთთან შეერთებინათ, მე რაღაც ინფორმაცია შიგნით შეეშვათ და ენახათ ისიც თუ შეძლებდა ასე ყოჩაღად, რავი, აზროვნებას, როგორც ჩვენ შევძელით. და რა გააკეთეს, ააწყვეს ფიზიკურად აი ესეთი რაღაც მოწყობილობა, სადაც აქვს ბევრი შესასვლელი ამ მოწყობილობას. შეუშვეს პირდაპირ სიგნალები. ამ სიგნალებს X-ებით აღნიშნავენ ხოლმე და ეს თითოეული სიგნალი შეშვების მომენტში, ხო? ზოგი ცოტა გაძლიერდა, ზოგი ცოტა შესუსტდა. ამ ნეირონს სწორედ ეს აქვს, ზოგი ფეხი ცოტა უკეთ ატარებს სიგნალს, ზოგი ცოტა უარესად
და მე ეს სიგნალები გროვდება ნეირონში, ხა ნეირონს ისე თუ გადავახვევთ, ხო, ეს სიგნალები რო შედის, სიგნალები რეალურად არის დამუხტული იონები, კალიუმის, თუ არ ვცდები, კალციუმის და ნატრიუმის, ზოგი უარყოფითად, ზოგი დადებითად და ესენი პირდაპირ შედიან ამ არხებში და მე დამუხტული ნაწილაკები შიგნით იყრიან თავს და თუ უნდა მოხდა ეს დამუხტული ნაწილაკი რო შიგნით ვეღარ გაჩერდა ამ მუხტის გამო ნახტომისებურად გამოიტყორცნებიან გარეთ სუფთა ფიზიკური პროცესი მიმდინარეობს შიგნით და აი მე უკვე მეცნიერებმა ზუსტად იგივე დაამზადეს აქაც შეუშვეს რიცხვები ეს რიცხვები ზოგი გაამრავლეს დიდ რიცხვზე ზოგი პირიქით ერთზე ნაკლებზე რომ შემცირებული ყოფის რიცხვი და ჯამში აქ რაღაცა მიიღეს ეს ჯამში რაც მიიღეს ხო მე ზღურბლი დაუდეს აი ზღურბლი არის რიცხვი რა ამ რიცხვზე მეტი თუ გამოვიდა ვიგულისხმოთ რომ აქედან პასუხი გამოვა ანუ რიცხვი გამოვა თუ არა და ჯერჯერობით გროვდება შიგნით და არაფერი გარეთ პასუხი არ გამოდის აი ფორმულას თუ დააკვირდებით სულ ეს არის რაც ახლა ვთქვი ამ ფორმულაში თავმოყრილი ესე იგი ეს x-ები გაამრავლეს თავის w-ზე წონაზე x-ი წონაზე მე შეკრიბეს ანუ დაგროვდა შიგნით ეს ყველაფერი და ეს b არის ეს ზღურბლი რა კიდე დაუმატეს რაღაც რიცხვი და აი აქ ფის მაგივრად რო ვიგულისხმოთ სიგნუმ ფუნქცია მოკლედ ეგ თუ 0-ზე მეტი არის გამოვა 1 თუ არა გამოვა 0 ან -1 როგორც სიგნუმს რითაც სიგნუმს ჩვენ აღნიშნავთ ზოგადად კი აქ ნებისმიერი ფუნქცია შეგვიძლია ავიღოთ უწყვეტიც კი რომელიც 0-დან 1-მდე არის ან -1-დან 1-მდე არის რომ უწყვეტი პასუხი გამოვიდეს ეგრე უფრო ლოგიკურია უჯრედშიც ეგრე ხდება ხო კი ბატონო ეხლა მოდით რა გავაკეთოთ აი რა კარგი შეკითხვა არის ნახეთ უჯრედში ხო ეს არის გამტანურნარიანობა ეს გამტარუნარიანობა აღმოჩნდა რომ ადამიანს სწავლობს რაღაცეებს ხო ეს გამტარუნარიანობა იცვლება და ერგება ამ სწავლის პროცესს ეხლა აქ ხო ჩვენ როდესაც თავიდან ავიღებთ w-ებს იქნება რაღაც შემთხვევითი რიცხვები აი მე თუ გვინდა რომ აი ამ მოწყობილობამ რამე სასარგებლო საქმე აკეთოს ეს რიცხვები ჭკვიანურად უნდა დავსვათ და გააკეთებს სასარგებლო საქმეს ანუ ეს w-ები არის სწორედ აი სწავლის შედეგად რაც იცვლება ჩვენს twin-ში ანუ ან ამ მოწყობილობაში ეხლა ამას ვნახავთ კონკრეტულ მაგალითს აი ავიღოთ ესეთი მატრიცა ავიღოთ და შიგნით ჩავხატოთ რიცხვი და ჩვენი ამოცანა იყოს რა ეს მატრიცა მივუერთოთ ერთ ეგეთ ნეირონს იმან გვითხრას ციფრი ჩავხატოთ რა ციფრი არის შიგნით ჩახატული ანუ ამოცანა არის ურთულესი და ერთი ნეირონით შევეცადოთ რომ გადავწყვეტოთ ეს ამოცანა ეხლა მე სლაიდზე გიჩვენებთ რომ აი 8-5-ზე პატარა არეში ჩავხატავთ რაღაც ციფრს აი ერთიანი ჩავხატეთ ეხლა ჩახატვა რას ნიშნავს თითო წერტილი არის თითო უჯრა და ვიგულისხმოთ რომ თითო უჯრა შეფერადებულია შავ-თეთრად უბრალოდ აი გრადიენტებით შავიდან თეთრამდე და 255 გრადაცია ავიღოთ აი ესეთნაირად ნახეთ ყველაზე შავი ფერი იყოს 255-თან ახლო მდებარე ყველაზე თეთრი ფერი იყოს 0 და დანარჩენი მათ შორის ეს რიცხვები ზუსტად მაქვს აღებული გრაფიკული რედაქტორიდან ანუ ეს მაგალითი შეგვიძლია რომ იმას ვქნათ ზუსტად განვიხილოთ რიცხვების დონეს ანუ ეს ერთიანი ამ რიცხვებით მატრიცაში ესე არის წარმოდგენილი და მოდი ამას პირდაპირ მივაერთოთ ჩვენი ნეირონი აი არ დავიზარე და ყველა ის გავიყვანე ასე ვთქვათ შემაერთებელი და ნეირონს შევუერთე ჯერჯერობით ის წონები მე აქ არ დამიწერია, მაგრამ x-ები დაწერილია, ეს არის x-ები, ეს რიცხვები. ახლა მოდი წონებიც მივაწეროთ ამას, აი ჩამოვწერე ეს წონები, მოდით მე კიდე წინას გამოვიტან სლაიდს, რომ გავიგოთ ეს იგი თითო სტრიქონი ცოტა დაჯგუფებულად დავხატე, რომ უბრალოდ ვიზუალურად მივხვდეთ, რომ ეს არის სტრიქონზე მიერთებული და ეხლა რომ შემდეგ სლაიდს გამოვიტან და პირველი სტრიქონი ამ რიცხვებით ამ წონებზე მრავლდება. ეს არის ის w-ები. ეს წონები აქ შემთხვევითად დავწერე. უკაცრავად მე მგონი, ხო, წონები ისე დავწერე რა, შემთხვევითად ჯერ. აი მეორე სტრიქონზე მიერთებული და ნუ ეს დიდია ეს ნეირონი.
ხო, ეს უფრო გადიდებულად რა წონები მაქვს აღებული. ეხლა ხო, ეს არის ჩვენი ნეირონი, ხო, ეს იყო ეს X-ები. W-ები არის აგერ, აი, რაც მიწერილი მქონდა, ეხლა ამ სლაიდზე წვრილია და აღარ დავწერე უბრალოდ. ეხლა რა გავაკეთოთ, ნახეთ. აი ეს იყო ჩვენი ფორმულა, ეხლა ეს ფორმულა გაშლილად დავწერე, იმიტომ რომ იქ ჯამი მეწერა და ეხლა ვიცი რომ 40 ელემენტია, 8x5 არის ეს მატრიცა და მაგიტომ პირდაპირ გაშლილად დავწერე რა რიცხვი გამოვა აქედან. აი გამოვა ეგ რიცხვი. ხო? ეხლა რა გავაკეთოთ, ნახეთ. პირველი ასე ვთქვათ, რასაც გააკეთებენ ხოლმე ასეთ ქსელებში, აიღებენ ხელნაწერი ციფრების ბაზას ინტერნეტიდან. ეს ხელნაწერი ციფრები სტუდენტების კონსპექტებიდან დაასკანერეს პირდაპირ. თუ არ ვცდები, მასაჩუსეტის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა გააკეთა ეს ბაზა და ხელნაწერი ციფრების ბაზა ინტერნეტში არის, MNIST-ია მას სახელად. ეს არის ღია ბაზა, თქვენ შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ყველა და უბრალოდ მე შეეცადოთ, რომ ან პროგრამა დაწეროთ, ან ნეირონული ქსელებით გააკეთოთ, რომ თუ გამოიცნობს ამ ციფრებს და ამით ჩვენ მივხვდებით, ეს პროგრამა კარგია, თუ დასახვეწია კიდევ. და აი, ეხლა როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი? ესე იგი, ეს უკვე კონკრეტულად ეს ხუთიანი ზუსტად არის აღებული იმ ბაზიდან, აი ესე გამოიყურება. ო, ამას უნდა მივაერთოთ, თქო, ეს ნეირონი უფრო მეტი ფეხისგან უნდა შედგებოდეს. იმიტომ რომ ეს ბაზა არის 28-28-ზე მატრიცა რა, მე იქ მქონდა პატარა მატრიცა აღებული, რომ იქ პირველი მაგალითი ადულად გამოჩენილი იყო და ეს 28-28-ზე უკვე ისეთია, რომ ციფრი კარგად გამოჩნდეს რა. ანუ 784 ფეხი უნდა კონდეს ამ ნეირონს, წონებიც უნდა იყოს W1, W2 და ასე შემდეგ W784. ეს სეტაპი რო წავშალოთ როგორმე თუ შეიძლება კარგი იქნება, რომ ცოტა ხელს გვიშლის. ო, ასე ჯობია მე მგონი. შეგვიშლის ხელს. ხო, აი ეს არის კი რაც გვჭირდება. ზუსტად თითო ფეხს თითო წონა აქვს და 784 წონა გვექნება თითოეული X-ისთვის და ხო, მართალია ეს ჯობია რომ ქვემოთ ამხარეს რო ჩამოწიო, მე მგონი უფრო ნაკლებ კრიტიკულ რაღაცებს დაეფარება. ეს არის ჩვენი ფორმულა. ფორმულა არის საკმაოდ მარტივი. ერთი ნეირონი უკვე მივაერთეთ და ეს თავის საქმეს აკეთებს. ეხლა მეორე ნეირონიც მივაერთოთ, თქვენ ნებართვით მე აღარ დავხატე თითოეული შეერთება, იმიტომ რომ ნახატზე ამდენი არ გამომივიდო და მესამე ნეირონიც მივაერთოთ, ამათ თავისი წონები ექნებათ. ეს ნეირონი ამისგან სწორედ ამ წონებით განსხვავდება. მართალია მე აქაც W1 მიწერია, მაგრამ მეორე ინდექსიც უნდა დამემატებინა და აღარ გადავტვირთე ნახაზი, ვიგულისხმოთ, რომ SW-ები და SW-ები ნუ არ არის ერთი და იგივე. და ესე შეგვიძლია მივაერთოთ ზუსტად 10 ცალი ნეირონი, რატომ? იმიტომ რომ მაგალითად პირველი ნეირონი იყოს ნულიანის გამოსაცნობად, მეორე ნეირონი იყოს ერთიანის გამოსაცნობად და სულზე 10 ცალი ციფრი გვაქვს და 10 ცალი ნეირონი უნდა მივაერთოთ, ხო? ზოგადად იმდენი ნეირონი უნდა მივაერთოთ, რამდენიც ჩვენ ამოცანას სჭირდება. და ბოლოში კიდევ ერთი ნეირონი შეგვიძლია დავამატოთ, ან კიდევ რამდენიმე, ხო? და შეგვიძლია საერთოდ ქსელი გავაკეთოთ ესეთი ნეირონული, რომელიც ძალიან რთულ ამოცანებსაც კი შეიძლება შეეჭიდოს. ანუ რა გვაქვს, ესე იგი შედის რაღაც სიგნალები, ეს სიგნალები ნეირონს მიეწოდება, წრეწირებს შეგიძლიათ არ შეხედოთ. ეს წრეწირები არის უბრალოდ გამონაწილებლები, ეს X-ი რო ყველა ნეირონში შევიდეს, ეს თვითონ ნეირონები არ არის. სამკუთხედებით კი ნეირონები მაქვს მონიშნული. ანუ ეს არის ნეირონების აი პირველი შრე და აქედან გამომავალი სიგნალები შეიძლება ნეირონების სხვა შრეში შედიოდნენ twin-ში, დაახლოებით ეგრე არის მოწყობილი და საბოლოო ჯამში აქედან რაღაცა გამოვა სიგნალი. ცოტა კიდე ქვემოთ ჩამოვწევ ამ იმას ფანჯარას, რომ
აი ესეთნაირად შემდეგ სლაიდებში ალბათ ნაკლებად კრიტიკულ არეზე მოხვდება ეს ქვემოთა არე. ხო. კი ბატონო. ხო და აი ჩვენ ამოცანაში პრომპტში უნდა გქონდეს 10 ნეირონი, რომ თითო ციფრზე იყოს პასუხისმგებელი. პირველ შეში თუ გავაკეთებთ 128 ნეირონს, მეორეში 10 ნეირონს, ერევა ამ ამოცანას. მოკლედ ამ ამოცანას უმკლავდება, ოღონდ თქვენი შეკითხვა ცხადია, ძალაშია ეს W-ები ჭკვიანურად უნდა შევარჩიოთ, რომ ამან ამოიცნოს ეს ციფრები. ეს ჭკვიანურად შერჩევას სწავლას ეძახიან, არსებობს ალგორითმები, როგორ უნდა შეირჩეს ჭკვიანურად, ანუ ამ ქსელმა როგორ უნდა ისწავლოს ის ამოცანა, რაც ჩვენ გვინდა რომ ისწავლოს. აი ხა ეკრანზე დავხატე, ეს არის ალბათ ყველაზე საინტერესო და პოპულარული ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი, ეს შეგვიძლია დავარქვათ, ეს არის ტრანსფორმერი. ესეც არის რაღაც გაგებით ნეირონული ქსელი. აი ამ ადგილზე მას ზუსტად ის ნეირონული ქსელი აქვს, რაც წინა ჯერზე მქონდა ეკრანზე დახატული. აგერაც იგივე არის. და აქვს კიდე დამატებით საინტერესო რაღაცები გაკეთებული და ჩვენი ChatGPT აი ესე მუშაობს, მოკლედ. შედის წინადადება, გაივლის ენკოდერს, გაივლის დეკოდერს და გამოდის რაღაც სხვა წინადადება რეალურად. ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ ჩვენ. აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს შეუძლია რაღაც ასწავლების გაკეთება. ადრე ამას ვერ აკეთებდნენ და ეხლა აი ესეთი რაღაცა ხდება, შეგვიძლია ურთულესი ამოცანები დავაკისროთ. მაგალითად, უპილოტო საფრენი აპარატი შეგვიძლია გავაკეთოთ, რომელიც ადამიანის გარეშე აკეთებს თავის საქმეს. კეთილს თუ ბოროტს არ ვიცი, მაგრამ ინტელექტუალურს. აი შეუძლია ამანათის მიტანა და ამას უკვე ძალიან ხშირად იყენებენ პრაქტიკაში. შეუძლიათ მაგალითად ხანძრის დროს არსებობს რობოტი, რომელიც შედის ალმოდებულ არეში და იქ ცდილობს რომ ჩააქროს ხანძარი. ძალიან კარგია, რატომ უნდა გავწიროთ ადამიანი თუ აი ესეთი ჭკვიანური გადაადგილება და მოქმედება ადგილზე, როდესაც კავშირიც კი შეიძლება არ იყოს, რობოტსაც შეუძლია. ეს რობოტი ძაღლები ხა ძალიან პოპულარულია, თუმცა გავწდით ძაღლებს და რობოტი ჰუმანოიდი რობოტებიც გვაქვს. უკვე რომელსაც ადამიანზე უკეთ შეუძლია სიარულიც, აკრობატული ნახტომებიც, უფრო ძლიერია და უფრო სწრაფიც არის. მოკლედ საინტერესოა, ცოტა საშიშიც. აი ეს არის სახლის ასისტენტები, Alexa მაგალითად, Google Home-ი, შეიძლება ზოგიერთ სტუდენტს სახშიც კონდეს, მათ შეუძლიათ ვთქვათ ელფოსტის წაკითხვა, შეუძლიათ შემხსენებელის reminder-ს რო ვაძახით ამისი დაყენება, შეუძლიათ ჭკვიანი სახლი თუ გვაქვს მისი მართვა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. არის საინტერესო სათვალეები, რომელსაც დამატებითი ინფორმაციის დაწერა შეუძლია სათვალეზე, რასაც უყურებთ იმის შესახებ, მაგალითად უყურებთ მაღაზიას და შეიძლება დაიწეროს რა იყიდება მაღაზიაში თავისი ფასებით, ან შევხედოთ ვიღაცას და პრინციპში ეგ ცოტა არალეგალურია, მაგრამ ტექნიკურად შეიძლება გვითხრას რა ქვია ამ პიროვნებას და მის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდოს. პრინციპში ახალგაზრდებს ძალიან დაინტერესებთ ესეთი რაღაცეები. ხო, თვითმავალი მანქანები არსებობს, საქართველოში მე არ მინახავს, მაგრამ ევროპაში არის, იაპონიაში არის, ამერიკაში არის, შეგვიძლია ტაქსი გამოვიძახოთ, ეკრანზე ვთქვათ, ადგილმდებარეობა მიუთითოთ და იქ მიგვიყვანს ამ ადგილმდებარეობაზე და დიდად ვთქვათ, რაღაც ლაპარაკით არ გადაგხვლიან გზავრობის დროს. შეიძლება ოდესმეს ლაპარაკიც მოგვენატროს, პრინციპში ისეთი დრო მოდის, მაგრამ ჯერჯერობით პირიქით არის. არსებობს ბევრი საინტერესო რაღაც ავტომატური თარჯიმანი, მაგალითად ელაპარაკებით და ის სხვა ენაზე ონლაინ ამბობს იგივეს, რასაც ჩვენ ვამბობთ მაგალითად ქართულად.
ძალიან ბევრი გამოყენებაა დღეს ამ ხელოვნური ინტელექტის და ყველაფრის ფუნდამენტი და საფუძველი არის ის ნეირონული ქსელი, რომელიც ჩვენ მიმოვიხილეთ ამ სლაიდებზე. ხო. აი, ეს უნდა ითქვას ახლა, ნახეთ 2018 წლის 25 ოქტომბერს ასე ვთქვათ, პირველად გაიყიდა ხელოვნური ინტელექტის მიერ დახატული პორტრეტი. დღეს ვიცით, რომ ხელოვნური ინტელექტი ხელოვნებაში ძალიან ღრმად შეიჭრა და დიდი წარმატებითაც, თუმცა ეს იყო პირველი მცდელობა და ესეთი საინტერესო ნახატი შექმნა მან. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე აღარ არის პორტრეტი, ეს უკვე არის აბსტრაქტული სურათიც, რომელიც ძალიან საინტერესოა, მის ისტორიასაც შეგვიძლიათ გაეცნოთ. და ეს პირველი მერცხლები იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელოვნებაში წვლილი შეტანის მცდელობის და ამის მერე ძალიან უკვე დავიხვეწეთ. ახლა ნახოთ მეცნიერებაში, მაგალითად საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში სად ვიყენებთ და რამდენად ეფექტიანად ხელოვნურ ინტელექტს. ასტრონომიაში ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა აი ამ ტექნოლოგიების გამოყენება და კერძოდ რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი მონაცემი გროვდება. ჩვენ რომ ყველა ფოტოსურათი დაწვრილებით განვიხილოთ, რაც მოდიოდა ჰაბლიდან, მოდის ჯეიმს ვებიდან, მოდის სხვა ტელესკოპებიდან, ხომ? ამას ჩვენ უბრალოდ ვერ გავუმკლავდებით იქ. ვეღარაფერს აღმოვაჩენთ და უბრალოდ გვექნება ეს მონაცემები დაუმუშავებელი და ალბათ 1000 წლის მერე შეიძლება დავამუშავოთ, მაგრამ ეს ძალიან დიდი დრო არის და აი აქ ხელოვნური ინტელექტი ძალიან ყოჩაღად ჩაერთო საქმეში. ხო. აი ეგზოპლანეტების აღმოჩენაში მაგალითად როგორ კერძოდ ეგზოპლანეტები არის პლანეტები, რომლებიც აი დედამიწა ხო ბრუნავს მზის გარშემო, ეს ეგზოპლანეტა კი ბრუნავს რომელიღაც სხვა ვარსკვლავის გარშემო. ანუ ისის პლანეტაა რაღაც გაგებით, უბრალოდ ეძახიან ამ სხვა პლანეტებს, ეგზოპლანეტებს და მათი აღმოჩენა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ვარსკვლავის აღმოჩენა უფრო ადვილია, ვარსკვლავი ანათებს და ჩანს და ეს პლანეტა არა ჩანს. და აი ხანდახან თუ შემთხვევით აი ვარსკვლავის წინ გაივლის, იმის დაფიქსირება შეიძლება ოღონდ არ ჩანს ის. უბრალოდ ოდნავ მცირდება ამ ნათობის ნათება ამ შემთხვევაში, მაგრამ იმდენად მცირეა ეს შემცირება, რომ თვალით ჩვენ მას ვერ ვამჩნევთ და საჭიროა რაღაც მექანიზმი, რომელიც ამოიცნობს, რომ შემცირდა, მაგრამ ნახეთ რა ხდება ეს შემცირება, ხო? აი დაახლოებით იმ ცდომილების რიგის არის, რითაც ჩვენ ამ სინათლეს ვზომავთ და ეს შემცირება, რომ პლანეტის გავლით არის გამოწვეული და არა მაგალითად რაღაც ამ ცდომილებით გამზომი ხელსაწყოსი, ხო? ამის აღმოჩენა არის ძალიან რთული. ნუ თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ და ასე ვთქვათ, ძალიან თვალი შევაჩვევთ. აი მაგალითად როგორც რენტგენოლოგი ამჩნევს რენტგენის სურათზე რაღაც ავადმყოფობას და ჩვენ ვერ ვამჩნევთ. მე მაგალითად რამდენჯერმე ავიღე რენტგენის სურათები და ექიმი რო ამბობდა, რომ აი აქ ამას ვხედავ, იქ იმას ვხედავ, უყურებ და დღემდე ვერაფერს ვერ ვხედავ იმ რენტგენის სურათში. ანუ საჭიროა რაღაც თვალის შეჩვევა, რაც მარტივი ნამდვილად არ არის. ხელოვნური ინტელექტი აი ამას უფრო ყოჩაღად აკეთებს, იმ დროს სწრაფად სწავლობს ამ ყველაფერს და სწრაფადვე გამოსდის შედეგი და აქ შეგვიძლია ჩვენ დღეს ვნახოთ კიდევაც აი მაგალითად ეს რას ნიშნავს დაახლოებით აი ვიზუალურად, რაც ახლა მე აგიხწერეთ. მოდი პატარა საიტს გავუშვებ ახლა მე, პატარა ვებ page-ს და რომელიც დაახლოებით დაგვანახებს აი რაში შეიძლება ისწავლოს კარგად და სწრაფად გააკეთოს სამუშაო ხელოვნურმა ინტელექტმა. ან მანქანურმა სწავლებამ, ამასაც ამბობენ ხოლმე რაღაც გაგებით სინონიმებიც კი ამ თლაც სინონიმები არიან, მაგრამ მსგავსი ტექნოლოგიები. ან მაგალითად მოდით ეგზოპლანეტების აღმოჩენა როგორ შეიძლება გავაკეთოთ. მე გავუშვებ ახლა სადემონსტრაციო ვერსიას. ხო, აი რაღაც ნათობი ეგზოპლანეტა და მოდი ვარსკვლავის მონაცემები ავიღოთ. მე ესეთ რაღაცას გავაკეთებ ჯერ. ხო, აი ქვემოთ არის
ეს არის ინტენსივობა, რომლითაც ეს მნათობი ჩვენამდე ანუ არის ვარსკვლავი, ამ ვარსკვლავს ჩვენ ვაკვირდებით და აი ინტენსივობა ნათების არის რაც გრაფიკზე ჩანს დროში აღებული. აღმოჩნდა რომ ამ გრაფიკზე ის მონაცემიც არის დატანილი, რომ ეს ეგზოპლანეტა ხანდახან წინ ჩაუვლიდა თურმე ამ პლანეტას, მაგრამ აი საინტერესოა მე ხა უცბად ამაფერს არ გავაკეთებ, მაგრამ თუ შენიშნავთ რომელი ადგილებია, სადაც ეს პლანეტა იყო ნათობის წინ. რავი, თვალით მე მაგალითად ხა სიმართლე გითხრათ, მაინდა-მაინც იმ ადგილებს ადვილად ვერ აღმოვაჩენ, ხო? აი მაგალითად შეგვიძლია ვთხოვოთ ხელოვნურ ინტელექტს, რომ დაგვეხმაროს ამაში. აი ნახეთ, აი ეს წითელი ხაზები სადაც არის, აი ამ ადგილებში თურმე ეს პლანეტა ჩაუფრენს ამ მნათობს. უბრალოდ ამ ხელოვნურ ინტელექტს შესწავლილი აქვს ის როგორი ტიპის ცვლილება ხდება ჩაფრენისას და ხმაურისგან განსხვავება შეუძლია აი ამ სპეციფიკური ინტენსივობის ცვლილების. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ექსპერიმენტი ჩავატაროთ, სხვა მონაცემები ავიღოთ. აქ მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ აი ეს, ხო, ეს ჩაბნელება იმდენად სპეციფიკურია, რომ ალბათ აქ იყო ეს. ამის ამოცნობა ალბათ თვალით შეგვიძლია, აი ამისაც, ალბათ ამისაც, მაგრამ აი აქ სად არის ჩამარხული აი ისინი, ხო? აი ეგ სპეციფიკა აღარ ჩანს, იმიტომ რომ ხმაურზე ნაკლები არის და იქ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ასევე დაგვეხმაროს და ზუსტი იდენტიფიკაცია გააკეთოს ზუსტად რა ადგილზე იყო ეს. პერიოდით შეუძლია გამოთვალოს და ასე შემდეგ. სხვათა შორის ეს პატარა თვალსაჩინოება, ხომ? ეს რა თქმა უნდა პროგრამით არის დაწერილი და ეს პროგრამა ხელით არ მაქვს დაწერილი, მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის დაწერილი. სულ ერთი წინადადებით აუხსენი რისი გაკეთება მინდოდა და საინტერესოა დღეს რომ ამასაც შევალოთ თვალი, როგორ შეგვიძლია მაგალითად გამოვიყენოთ ეს ხელოვნური ინტელექტი ესეთ საქმეებში. ერთ წუთი თუ მაქვს აქ დაწერილი ხო ეს ეგზოპლანეტების აღმოჩენის ინსტრუქცია არა მაქვს დაწერილი, არა უშავს, სხვა რამეც მაქვს გაკეთებული ბევრი და მოდი ეგ მაგალითებიც ვნახოთ. მაგალითად აი ესეთი ინსტრუქცია მივეცი ხელოვნურ ინტელექტს. იბატონო, ეს არის სწორი. აი შეხედეთ, სულ თუ არ ვწდები ერთი წინადადება, მედია გაიხსნება ბოლოს და ბოლოს. დავაპატარავოთ ეს შრიფტი. აჰა, გამიკეთე საიტი, რომელსაც შეიძლება ძირითადი თანავარსკვლავედების ჩვენება და სათანადო ინფორმაციის გამოტანა. მაგალითად, სკოლის მოსწავლეებისთვის ერთი წინადადება არის და შედეგი არის საკმაოდ სახალისო. აი მოდი ვნახოთ ეს საიტიც, რაც გააკეთა. ხო? აი, აქ არის სია თანავარსკვლავედების, გამოდის თანავარსკვლავედი თავისი განმარტებებით და სეზონების მიხედვითაც შეგვიძლია ვნახოთ, აი საქართველოსთან ალბათ რაც ჩანს, ხო? აი, ის შეგვიძლია გამოვტანიოთ. საინტერესოა ის, რომ ამის გაკეთება შეძლო აი ტრანსფორმერების ტიპის ნეირონულმა ქსელმა. და იმდენად დახვეწილად წერს უკვე ამ პროგრამას. ეს პროგრამა თლად პატარაც არ არის, ეხლა რომ შეგახედოთ მოცულობით, ხომ? აი ეს არის თუ გნებავთ მოცულობაც ვნახოთ. აი ნახეთ 44 კილობაიტია. კილობაიტი ძალიან უხეშად რო ვთქვათ არის 2 კილობაიტი არის ერთი თაბახის გვერდი. ანუ ეს პროგრამა არის დაახლოებით 22 თაბახის გვერდი და ეს პროგრამა დაიწერა მაგალითად ალბათ ერთი 20 წუთში გუშინ, როდესაც ამ პრეზენტაციისთვის რაღაც მასალებს ვამზადებდი, აი გააკეთა 2 წუთში. ცხადია რომ ხელით შეგვიძლია ესეთი საიტის გაკეთება, მაგრამ ალბათ 2 წუთში ვერ დავწერთ ამას და ეს უკვე ისე ვართ ჩამორჩენილები ამ ტექნოლოგიებს, რომ ვეღარასდროს ჩვენ მათ კონკურენციას, აი ყოველ შემთხვევაში ესეთ საკითხებში ვეღარ გავუწევთ. ხო? აი მაგალითად დამაინტერესა მე ეშხში შევედი და კვანტური კომპიუტერის სადემონსტრაციო საიტიც გამიკეთე მეთქი და ესეც გააკეთა საიტი. შევხედოთ
აქ შეგვიძლია კვანტური ბიტების გარკვეული პარამეტრების დაყენება. და შემდეგ შესაძლებელია უკვე ამ პარამეტრების ნახვა და გრაფიკულად გამოსახვა. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამის თეორია მთლად კარგად არ მესმის მე და თეორიის განმარტებაც ვთხოვე და ხო ამ კომპიუტერზე რამდენად შევძლებთ ამის გამოტანას არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში აი მოდი ვნახოთ სადა გვაქვს ისა, აი ეს MD ფაილია რაც გააკეთა, ხო მე მგონი ამის გახსნასაც შევძლებთ აქ ნახოთ მე მგონი სწორი პროგრამით გაიხსნება, ალბათ Visual Studio Code არის, ხო, აი ამითი შევძლებთ ამის გახსნასაც და სიმართლე რო გითხრათ, ნელა იმუშავა და ბევრჯერ გავხსენი, არა უშავს, მოდი დავხურავ თქვენი ნებართვით და თავიდან გავხსნი, რომ რისი ნახება მინდა, იცით, რისი ჩვენება მინდა, რომ მისი პასუხები იმდენად ღრმა არის, რომ ხშირად ჩვენ შეიძლება ვერ გავყვეთ მას ამ სიღრმეებში. ხო, აქ არის ფიზიკის მიმოხილვაც, აი კვანტური ფიზიკის მიმოხილვა, ბრა და კეთ ვექტორები, ეს მახსოვს ჯერ კიდევ, თუმცა შედის უკვე ისეთ სიღრმეებში, სადაც სიმართლე რო გითხრათ, გაყოლა მთლად მარტივი არ არის. აი როგორ არის კვანტური გეითები გაკეთებული, კვანტური ლოგიკური ელემენტები გაკეთებული და ეს ინსტრუქციაც არის დაწერილი საკმაოდ სწრაფად და თქვენ აკვირდებით, რომ უკვე სიღრმე ისეთია, რომ არ არის მარტივი თვალის მიდევნება ამ ყველაფრისთვის, ნამდვილად მარტივი არ არის. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენს საქმეს. ასტრონომიაში გამოყენებაზე ვლაპარაკობდით და ბარემ ეს რაღაცებზე გადავედით, ეგზოპლანეტებზე ვსაუბრობდით, ხო, აი აქ ვიყავით კეპლერის მისიაზე. ხო, მოდი აი აქედანვე გავაგრძელოთ ჩვენი თხრობა. ხო. იქ ამაზე ვისაუბრეთ უკვე. ხო, და ამ მონაცემების დამუშავებაში მოკლედ გვაჯობა რა, ჩვენ რაც გამოგვრჩა რაღაცეები, იმ მონაცემებში ხელოვნურმა ინტელექტმა უკეთ ამოარჩია და გამოავლინა აი ეს პატარა პლანეტა, რომელიც ჩვენ მაგალითად ვერ შევძელით. იმიტომ ვერ შევძელით, რომ ვართ ადამიანები, ჩვენი თვალი შეჩვეულია რაღაცას, მაგრამ უფრო მეტი აკურატულობა აღარა გვაქვს და იმათ კი უფრო მეტი აკურატულობა გამოავლინეს. გრავიტაციული ტალღების აღმოჩენისა და ვიზუალიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა ხელოვნურმა ინტელექტმა და აი აქ მასშტაბებს დააკვირდით, გრავიტაციული ტალღები დროსა და სივრცეს ამრუდებს, მაგრამ ეს გამრუდება იმდენად მცირეა, რომ ჩვენ რო გავზომოთ და დავინახოთ ხომ, უნდა ისეთი კარგი გამზომი ხელსაწყო გქონდეს, რომ აი ხმაურში, სითბურ ხმაურში, კიდე არა რადიაციულ ხმაურში ეს გახდეს შესაძლებელი. ეს კი გახდა შესაძლებელი, ოღონდ თვალით არა. შესაძლებელი გახდა ხელოვნურმა ინტელექტმა ისწავლა აი განსხვავების სწორი გამოვლენა, სწორი აღმოჩენა და თვალით მოკლედ ეს ვერ მოხერხდა და აი მასშტაბებს დააკვირდით, ხო, უნდა აღმოეჩინა მას აი ესეთი პატარა ცვლილება, რომელიც აი ამდენჯერ უფრო პატარაა პროტონის ზომაზე, ანუ მოკლედ რაღაც სასწაულები უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ დაგვენახა ეს ყველაფერი და ეს სასწაულები ამ მანქანური სწავლების ალგორითმმა გააკეთა. მოკლედ შეძლო და ეს გრავიტაციული ტალღები ჩვენ ზუსტად დავინახეთ, რომ აი იმ ორი შავი ხვრელის შერწყმის შედეგად წარმოიშვა ეს გრავიტაციული ტალღები. ხო,
კი ბატონო, აი სწორედ ეს მოგახსენეთ და ხმაურის სხვადასხვა ტიპების აღმოჩენაც კი შეძლო, რომ ეს ტიპები წარმატებით უგულებელ ყოფა გაეკეთებინა ამ ხმაურის. აი ესეთი არის ეს დანადგარი და აი ამ ორ მანძილს შორის დროს ირწე რო იცვლება, განსხვავებას პოულობს ეს დიდი ექსპერიმენტული დანადგარი და გრავიტაციული ტალღები ესეთნაირად შეგვიძლია გავზომოთ. შავი ხვრელის გამოსახულების მიღებისას დაგვეხმარა ხელოვნური ინტელექტი. ხა რაში დაგვეხმარა? ეს შავი ხვრელის, ასე ვთქვათ, გადაღება აღმოჩენა, ხომ, ბევრი ტელესკოპის მიერ მოხდა ერთდროულად. თითოეული ტელესკოპი მის გარკვეულ უბანს სწავლობდა, მაგრამ მათ რამდენიმე მცირე უბანი გაზომეს და დამირჩენია მთელი ამ სურათიდან იყო ცარიელი და ხელოვნური ინტელექტი შეეცადა რომ აღედგინა მთელ მოზაიკაში ის დანაკლისი, რაც არ გქონდა. საქმე იმაშია, რომ ძირითადად სულ დანაკლისი იყო და მხოლოდ რამდენიმე პატარა ფრაგმენტი გქონდა ჩვენ და ხელოვნურმა ინტელექტმა შეისწავლა ეს ტიპური სიტუაციები და სწორად ივარაუდა ამ პატარა რამდენიმე წერტილის მიხედვით მთელი სურათი როგორ უნდა ყოფილიყო. ანუ ეს სურათი ჩვენ კი არ გადავიღეთ, მაგრამ დახატა ხელოვნურმა ინტელექტმა, ოღონდ ეს დახატვა არ არის, ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის მისი სურათი, იმიტომ რომ რეალისტურია. სხვათა შორის თანამედროვე ფოტოაპარატი, აი სმარტფონის ფოტოაპარატი რო იღებს, ხომ ეს უკვე ოპტიკა პლუს ხელოვნური ინტელექტი, ანუ რასაც ეკრანზე ვხედავთ, ეს არის ჯერ ლინზით მიღებული რაღაცა, რომელიც მერე გაფილტრულია, დამუშავებულია და ფაქტობრივად თავიდან არის დახატული ხელოვნური ინტელექტის მიერ. პრინციპში ეგ არის, რაც ხდება დღეს. აქაც იგივე არის. აი ესეთი რაღაც ხდებოდა ამ შავ ხვრელებზე. პირველი იყო დიდი შავი ხვრელი, რაც დავინახეთ და მეორე უკვე არის ის შავი ხვრელი, რომელიც ჩვენი galaktikis შუაგულშია, ირმის ნახტომის შუაგულში, მისი დანახვა გაცილებით რთული იყო, მაგრამ ეგეც მოხერხდა. აგერ გახავთ პირველი, აი ეს არის პირველი გამოსახულება და ეს არის ირმის ნახტომის შუაგულში რო შავი ხვრელია, მისი გამოსახულება. აქაც ხელოვნური ინტელექტი ჩაერთო ნაწილაკების ფიზიკაში. აი ნახეთ, ნაწილაკების ფიზიკა, ნაწილაკების აღმოჩენას როგორ ვახდენთ, ხომ? უნდა მაღალ სიჩქარიანი ნაწილაკების დაჯახება მოვახდინოთ და ის როცა რაღაც ფრაგმენტები დაიმსხვრევა უხეშად რო ვთქვათ, ეს იმ მომენტში წავასწროთ და დავინახოთ ეს ნაწილაკები. ოღონდ ეს დაჯახებები უნდა დიდი ოდენობით გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს ნაწილაკები ყოველთვის არ წარმოიშვება და ეს რბილი ნათქვამი იყო, სინამდვილეში ნახეთ როგორი ოდენობა უნდა იყოს, ოდენობა აი მაგალითად 40 მილიონი შეჯახება ხდება წამში და თითო შეჯახების დროს წარმოიშვება უამრავი ნაწილაკი და ფაქტობრივად წამში წარმოიშვება იმოდენა ინფორმაცია, რამდენიც მთელ ინტერნეტში გაედინება. ამის დამუშავება ადამიანს არ შეუძლია ამ ყველა მონაცემის, რომ მან ეს ახალი ნაწილაკი, რომ ჩვენ ეს ახალი ნაწილაკი დავინახოთ, გამოვავლინოთ, აღმოვაჩინოთ. და აი აქ დაგვეხმარა ხელოვნური ინტელექტი, აპარატურის დონეზე ჩადეს ხელოვნური ინტელექტი და მთელი ეს ინფორმაცია მუშავდება აპარატურის დონეზე და რაც უკვე საინტერესო არ არის, ჩვენამდე აღარ მოდის, ჩვენამდე მოდის უკვე სულ რამდენიმე საეჭვო, ასე ვთქვათ, სურათი და იქ უკვე ადამიანი ჩაერთვება ხოლმე და მხოლოდ ამის საფუძველზე მოხდა მაგალითად ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენა. სხვანაირად ალბათ ჩვენ მას ვერასდროს ვიპოვიდით, უბრალოდ გაუშვებდით ხელიდან. იმიტომ რომ ვერც შევინახავთ ამ ინფორმაციას, რომ ოდესმე დავამუშაოთ, ძალიან ბევრი არის. დიახ, ამაზე მოგახსენებდით სწორედ. აი ეს გახლავთ ეს დიდი ადრონული ამაჩქარებელი, სადაც Higgs-ის ბოზონი ღვთიურ ნაწილაკსაც ეძახიან, იმიტომ რომ ის სამყაროს შემადგენლობას თითქმის სრულყოფილად აღწერს. აი ესეთი დიდი ამაჩქარებელია, თუ არ ვცდები 27 კილომეტრი არის რადიუსი,
აი ამ წრეწირის იგი რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად არის განთავსებული და აი ეს დაჯახებები სადაც ხდება, რამდენიმე ადგილზე არის მოწყობილი ის ადგილი, ამ დაჯახებების აღმოჩენა, დეტექტირება ხდება და აი ესეთი ფორმა აქვს ამ დეტექტორს და უამრავი სენსორია დაყენებული და უკვე ამ მანქანური სწავლების ალგორითმებით ხდება ზედმეტი ინფორმაციის გადაყრა, ასე ვთქვათ. კი ბატონო. ეხლა საინტერესოა, შეუძლია თუ არა კარგით გამოსახულების დამუშავება შეგვიძლია, ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ახალი მაგალითად სამყაროს კანონზომიერებების აღმოჩენა თუ შეგვიძლია, მარტივად რო ვთქვათ, ახალი ფორმულების აღმოჩენა თუ შეგვიძლია და აღმოჩნდა რომ დიდი წარმატებითაც კი. ნიუტონის კანონებს მარტივად გამოიყვანს თურმე ხელოვნური ინტელექტი თუ უბრალოდ შეახედებთ მექანიკურ პროცესებს და ამ პროცესების მიხედვით მას შეუძლია სხეულების მოძრაობის დინამიკის დანახვა და ფორმულების გამოყვანა. ეს ძალიან საინტერესო არის. აი გვახსოვს ალბათ არც თუ ისე დიდი ხნის წინ 2019 წლის ბოლოს დაიწყო პანდემია. წინ ფორმულების გამოყვანაზე ვამბობთ, ხომ? წინა სლაიდზე. დიახ, ესე იგი, აი ამ მოდელს აქვს ნასწავლი წინასწარ სხვადასხვა მოძრაობები და მოძრაობების ფორმულებით აღწერის პრინციპები. ანუ მოძრაობა ფორმულა. შემდეგ ასეთი მოდელი როგორღაც აი W-ებს სწორად ალაგებს თავის ნეირონებში და ახალ მოძრაობას რო შევახედებთ, ხომ მის მიერ გამოყვანილი ფორმულა როგორც წესი სწორი არის ხოლმე. ალბათ ადამიანებიც ესე სწავლობთ ჩვენ მარტივ მოძრაობებს, მარტივ ფორმულებად აღწერთ და შემდგომ რომ ტელესკოპით რაღაც სხვანაირს დავინახავთ, ან პროცესს, ან გამოსახულებას, ან რაღაც დინამიკას შევნიშნავთ, იმის ფორმულებს ხომ ანალოგიის მიხედვით ვადგენთ. აი ეგ არის მისი პრინციპი. პრინციპი არის ნასწავლის განზოგადება, ნასწავლის ანალოგიის გაკეთება. და რა სფეროშიც არის ასწავლა, ხო? იმის გასწრება შეუძლია მუშაობა თუ რამე რო შევხვდეთ, რომელიც იმასთან ძალიან ახლოს არ არის, იმის გაკეთებასაც შეგვიძლია. აი შევეცდები ახლა მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გაგცეთ. გააკეთეს ესეთი რაღაც, აი მაგალითად ეს ChatGPT, Claude, Gemini როგორ არის მოწყობილი, მისცეს დიალოგები. ანუ შეკითხვა, გრძელი ტექსტი და მისი პასუხი. აი მაგალითად ესეთი შეკითხვა. აი მაგალითად თუ გონად გავიხედე მესია მოუნა, მაგალითად დავინახე რომ თბილა რაღაც არის, მაშინ მომინდება თუ არა გარეთ გასვლა. პასუხი არის დიახ. ან ესეთი შეკითხვა. ძალიან მომინდა გარეთ გასვლა. და აი რას ფიქრობ ამაზე? პასუხი არის ასეთი. სავარაუდოდ ალბათ გარეთ გაიხედეთ და დაინახეთ რომ იყო კარგი ამინდი. ანუ ნებისმიერი შეკითხვა ან აღწერა და სათანადო პასუხი ან ისე აღწერა ან რამე. მოკლედ წინადადება, ცვლილები წინადადებების და რა გააკეთეს? ან ნეირონულ ქსელში შეუშვეს დიდი წინადადება და ეს შეეცადნენ რომ W-ები დაესვათ რომ გამოსასვლელზე ეს ზუსტად ის მეორე წინადადება გამოსულიყო, მისი სათანადო. და რა საინტერესო რაღაც მოხდა, რომ ეს გარდა იმისა, რომ ამ ნეირონულმა ქსელმა ისწავლა ზუსტად ამ წინადადებიდან, ზუსტად ამ პასუხის თქმა, მან რეალურად შინაარსიც ისწავლა ამ ყველაფრის. ჩვენ ხომ წინადადებებით
აღვწერთ, რეალურად ჩვენ სამყაროს აღვწერთ, ჩვენს გრძნობებს აღვწერთ, ხომ გეგმებს აღვწერთ და ამ აღწერებით მან რეალურად შინაარსი ისწავლა და რომ შეუშვათ სხვა წინადადება, რომელიც არ უნახავს ამ წინადადებას, რაც შეესაბამება, ის გამოდის აქედან, ანუ ლოგიკა ისწავლა. აი ეს არის ყველაზე საინტერესო და ჩემი აზრით, ეს ვიცი რომ რასაც ვიტყვი, არც სასიამოვნო მოსასმენი არ არის და ძალიან საკამათოც არის, მაგრამ მე ასე ვფიქრობ, რომ ადამიანებიც ასე ვსწავლობთ. ის რომ ჩვენ ანალიტიკური აზროვნება გვაქვს, ამ დამსვლიდან ამის რეაქცია რომ გავიაზრეთ და შევიმეცნეთ და ვისწავლეთ და რაც ისწავლა ამან, ხომ? ეს ლოგიკა ვისწავლეთ და ალბათ ამაზე მეტი არა. ვიცი რომ ძალიან საკამათოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ChatGPT-მ ესე ისწავლა. დღეს ChatGPT-ს მაგალითად აი საიტების წერა შეუძლია, პროგრამების წერა შეუძლია, უკვე ისეთი რთულის, რომ ამაში ნამდვილად ლოგიკა არის, ხო ვერავინ ვერ იტყვის მაგალითად თუ ეს თქვა თანავარსკვლავედების გამოტანის საიტი ისეთმა რამემ დაწერა, რასაც ლოგიკა არ აქვს. ანუ ერთი წინადადება უთხარი, ეს დაწერა და თან რატომღაც მას ლოგიკა არ აქვს, მაგრამ მას მხოლოდ ეს აქვს ნასწავლი. წინადადება და ჩემი წინადადებით მისი წინადადება რეალურად აღმოჩნდა სწორად დაწერილი პროგრამა. ნუ ეგრე გამოვიდა. ძალიან მაგარია, ძალიან ბევრი ასწავლეს, ძალიან ბევრი ნეირონი აიღეს და იმას ისწავლა. და ფიზიკაში და ფორმულებში რაც გვაქვს ხომ, იქ რომ ანახებთ რაღაც მოძრაობას და მის ფორმულას, სხვა მოძრაობას და ფორმულას, ხომ, ის რეალურად რაღაცნაირად ამ მექანიკას სწავლობს, ფიზიკას სწავლობს, აი რასაც ჩვენ ფიზიკას ვეძახით, ხომ? ჩვენ ხო რაღაც წარმოდგენები გვაქვს, აი მაგალითად სითბო რო არის ქაოტური მოძრაობა, ხო? რაღაც ჩვენ წარმოდგენებში რაღაცნაირად წარმოგვიდგენია, იმას თავისებური წარმოდგენები აქვს და როგორც მე ჩვენ ახალ პროცესს რო დავინახავთ და შევეცდებით რომ ეს აღწეროთ, ისიც იგივე ცდილობს. ანუ მექანიზმი ეს არის. უცნაურია, მაგრამ ეს ლოგიკა, მას ესე აქვს ნასწავლი. და იგივე ლოგიკის გაგრძელება იყო ახლა რაც გვინდოდა გვეთქვა პანდემია რო ვახსენე. პანდემიის დროს სასწრაფოდ უნდა შეგვემუშავებინა ვაქცინა. იქ იმის დრო არ იყო, რომ ეს 20 წელი და 100 წელი ვიღაცას რაღაც ეკვლია. ხო, ხალხი იხოცებოდა და ხელოვნურ ინტელექტს რა მისცეს? მისცეს ესეთი რამე, რომ აი მაგალითად ცოლად იყო ესეთი ავადმყოფობა, ცილის უჯრედის დონეზე რაღაც ეგეთი რაღაცები ხდებოდა და ამას უშველა ასეთმა პრეპარატმა, რომელმაც ესეთი ცილები დააგენერირა ორგანიზმში და მე ამ ცილებმა ესეთი დადებითი ეფექტი მოქმედეს და განკურნეს. ანუ ავადმყოფობა პრეპარატი მისცეს ძალიან ბევრი ესეთი ისა, სინამდვილეში ცილის სტრუქტურასაც აძლევდნენ და მე სთხოვეს, რომ ეს კორონა ეგეთ რაღაცებს იწვევს და ცილის სტრუქტურა გავიკეთე, რომელიც აი შენი წარმოდგენით ამას დაამარცხებს და ნუ გააკეთა. მე მგონი წელიწად ნახევარში თუ წელიწადში მოხერხდა ამის გაკეთება, რაც სხვაგვარად ისე ძველი შეფასებებით დაახლოებით 50 წელიწადში უნდა გაგვერტყა, ასე ვთქვათ, ეს პრეპარატი და აი ამ ცდილობის დროს, რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანი შეეწირებოდა ექსპერიმენტსაც კი. და მან ფაქტიურად რაღაც სასწაული მოახდინა. კი ბევრი რაღაც ლაპარაკებია რომ ვაქცინა ამას იწვევს, იმას იწვევს, მაგრამ ფაქტია რომ ეს ვაქცინა რო არ გაკეთებულიყო, მსხვერპლი იქნებოდა გაცილებით დიდი. და ეს გააკეთა ხელოვნურმა ინტელექტმა. გაცილებით სწრაფად ვიდრე ჩვენ ამას შევძლებდით. აი ამ ანალოგიებით, რაც ზუსტად თქვენ შეკითხვა დასვით, წარმატებით გააკეთა ეს. ხო. აი ეს შეკითხვაც ხო იქნებ ჩვენზე უკეთ შეძლოს რაღაც ეტაპის მერე სამყაროს შემეცნება. სამყარო ხო არის უზარმაზარი და ჩვენი ტვინში კი გვაქვს ის ანალოგიები, ის წარმოდგენები, რასაც პირველ რიგში რასაც ხედავთ და ბავშვობაში ვსწავლობთ, ხო ამას რომ გავუშვებთ ხელს რომ ჩამოვარდება, ჩვენი ინტუიცია ამით იყალიბდება ასეთი ექსპერიმენტებით. მართალია მიკროსკოპით და ტელესკოპით რომ დავინახეთ, ეს ეხმარება ჩვენს ინტუიციას, მაგრამ ეს უკვე ზედნაშენია. აი
კვანტურ სამყაროში რაც დავინახეთ, ის უკვე არბუნებრივიცკია. ჩვენ ინტუიციას ხშირად ეწინააღმდეგება. რათა როგორ შეიძლება ორმა ნაწილაკმა უცბად ადგილები გაცვალოს და ერთი ნაწილაკი მეორე გახდეს და მეორე პირველი. ეს ჩვენ წარმოუდგენლებს ეწინააღმდეგება, მაგრამ თურმე ეგეთი რამე იქ ხდება. ჩვენ უკვე გვიჭირს კვანტური სამყაროს შემეცნება, იმიტომ რომ ის იმდენად არაინტუიციური, არაბუნებრივია, რომ რაღაც ეტაპზე ზღაპარს ემსგავსება და ნებისმიერი ლოგიკო რაღაც ფაზა, რომელიც ფაქტი, რომელიც ჩვენიაზე არ შეიძლება არსებობდეს, ხო იქ შეიძლება არსებობდეს და ამიტომ წინ ვეღარ მივდივართ ყოჩაღად და ხელოვნური ინტელექტს ალბათ შეუძლია რომ უფრო ყოჩაღი იყოს და მისთვის ლოგიკურიც კი იყოს რაღაცეები და იწინასწარმეტყველოს ისეთი მოვლენები, რომელიც კვანტურ სამყაროში არსებობს, რომელიც ლოგიკურია, თუმცა ჩვენთვის არა, მაგრამ იმისთვის იქნება ლოგიკური. ეს დაშვება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მტკიცე საფუძველი მაქვს ამ დაშვებისთვის, იმიტომ რომ მანამდე ესეთი რაღაცები უკვე მომხდარა. ხო? და ეხლა მინდოდა ერთი პატარა ვიდეოს ჩვენება და გაჩვენებთ იმ ვიდეოსაც. წინასწარ გეტყვით ესეთ რამეს, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი რეალურად არის ბუნებრივის გაგრძელება. იმიტომ რომ ჩვენ ჩავიხედეთ ადამიანის twin-ში და შევქმნით ანალოგიური მექანიზმი. ჩემი აზრით ეს ბუნებრივი ინტელექტია. ჩვენ უსხალი კი არ შეგვიქმნია. ეს შევქმნით უბრალოდ უჯრედის მაგივრად გავუშვით ელექტრონულ მოწყობილობაზე და მან უფრო ჩქარა იმუშავა. მომავალ შეგვიძლია უფრო მეტი ნეირონი ავიღოთ. ანუ ცოტა გაძლიერებული twin-ი შევქმნით. და ეხლა მაინც ხდება ყველა თუნდაც მიმოხილვით მოხსენებას, ცოტა თამამი და ცოტა ახალი რაღაცების თქმა და ვარაუდების გამოთქმაც და მოდი დღეს ეგეთი რაღაცით დავამთავრებ, რომ შევქმნით კი ეს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ მე მინდა განახოთ ის, რასაც ალბათ ყველა ადამიანი იტყვის, რომ აქვს ინტელექტი, ის ნამდვილად აკეთებს რაღაც უცნაურ რაღაცებს, რასაც ჩვენ ანალიტიკურ აზროვნებას ვერ დავარქმევ, მაგრამ ლოგიკურ აზროვნებას კი დავარქმევ. რაც არ არის მოწყობილი ისე, როგორც ჩვენ ახლა ვნახეთ. მას არ აქვს ეს twin-ის ნეირონები. ის არ მუშაობს ისე ამ ნეირონული ქსელით არ მუშაობს, მაგრამ არსებობს რა. მოდი გავუშვებ მე პატარა ვიდეოს. შევხედავთ ამას, ხომ? ეს არის ერთუჯრედიანი ალბათ ცოცხალი ორგანიზმი, ხო? ამ ცოცხალ ორგანიზმს ერთი უჯრედისგან შედგება, მას ნეირონები არ აქვს, ნერვული სისტემა არ აქვს, twin-ი არ აქვს, მაგრამ მას აქვს ასე ვთქვათ, პირის ღრუ, რაც იგი იკვებება, შეუძლია ამ საკვების მონელება შიგნით და მისი გამოყოფა. მას შეუძლია მტრებისგან გაქცევა, აქვს პატარა რაღაც საცეცებივით, ხო? და გაგებით იგი ცოცხლობს და მე გვხვდება კიდევაც რაღაც პერიოდში. გამძლეობაც კი შეუძლია, ეს როგორ ხდება მე არ მესმის. ფაქტია, რომ მიკროსკოპით ესეთ პატარა ერთუჯრედიან უამრავ ორგანიზმს აკვირდებიან, ინტერნეტში შეგვიძლია მოვიძიოთ. ფაქტია, რომ ესენი რაღაცნაირად არსებობენ, ცოცხლობენ და მტრისგან გაქცევაც რო შეუძლიათ, ანუ ცუდი გარემოსგან განრიდება რო შეუძლიათ, აი ეხლა როგორ არ უნდა შევადარო ის ცოცხალ არსებას, პირი აქვს, მონელების სისტემა აქვს, შიშის გრძნობა აქვს, გაქცევა შეუძლია. ალბათ მას გარკვეული ინტელექტი გააჩნია. თუმცა ის აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რაც ჩვენ შევქმნით, იმისგან, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ეს იმას ნიშნავს, რომ კი ჩვენ შევქმნით ChatGPT, Claude, Gemini, მაგრამ მომავალში არ გამოვრიცხოთ, რომ პრინციპულად განსხვავებული ინტელექტის მქონე, თუნდაც მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, რომელიც რაღაც სხვა
პრინციპებითაც მუშაობს. ნუ ალბათ ვერ გეტყვით შემდეგ მოხსენებაზე ამაზე ვისაუბრებთ მეთქი, მაგრამ ერთ-ერთ რომელიღაც შემდეგ მოხსენებაზე, ერთ-ერთი რომელიღაც ადამიანი აი იმ სხვა უცნაური ინტელექტის შესახებაც მოგითხრობთ. აი დღეს სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა სამყაროს და ხელოვნური ინტელექტის შესახებ. დიდი მადლობა შეკითხვებს, რა თქმა უნდა, უპასუხებ აუდიტორიაშიც და Zoom-ის საშუალებითაც. აი ესეთი კითხვა მაქვს რა. ამას ხელოვნური ინტელექტი აქვს თუ პროგრამირება? ხო, მე ვფიქრობ, რომ ამას აქვს რაღაც ინტელექტი. ოღონდ ის არ არის იმნაირად აწყობილი ნამდვილად, ხო, რაღაც უფრო სხვანაირად არის აწყობილი და ეს მაფიქრებინებს იმას, რომ ჩვენ სამყაროში კიდევ არსებობს პრინციპულად განსხვავებული ინტელექტის მქონე რაღაცეები ან ვიღაცეები. ხო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით საჭიროა ფიქრი და კვლევა. ეხლა ეს ადამიანთან რაღაც ანალოგიები გვაქვს, პირი აქვს, ხო? ყველაფერი აქვს, აი ამას აქვს გვერდზე პატარა გამომზარდები, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობებს აკეთებენ და ამის საშუალებით ეს გადაადგილდება. გადაადგილებად შეუძლია. ხო, შეიძლება რა თქმა უნდა მისი რეაქციები უფრო მექანიკურია, მაგრამ აი ესეთ პატარა არეში რომ ჩატეულია ეს მექანიკური ოპერაციები, აი გამდიდრებაც კი რო შეუძლია, ხო, ჩემთვის ეს არ არის ინტუიციური. ჩემთვის ეს არ არის მაგალითად ცხადი არ არის რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი რაღაც თავისით დაჯდა, რაღაც აი შემთხვევითად აეწყო. რაც მე ვფიქრობ, რომ სხვა რამესთან გვაქვს საქმე, რასთან არ ვიცი, მაგრამ სხვანაირ რაღაცასთან, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სადაც ესეთი რაღაცები ხდება, ხო, იქ სხვანაირი აზროვნებაც არის შესაძლებელი. ინტელექტი ალბათ. რატო ვიკითხე ეს, იმიტომ რომ აი რო ავიღოთ მაგალითად ეს თანამედროვე რობოტები, რომელიც არის, ხო? შეგვიძლია იმ რობოტში ერთი და იგივე hardware-ი აქვს. შემიძლია დავაპროგრამო, ჩავწერო რაღაც პროგრამა, რომელიც სადაც გაწერილი ექნება რაღაც სტიმულებზე გარკვეული რეაქციები და ეს პროგრამა კარგად შეასრულებს ან იმიტაციას გაუკეთებს რაღაცა ქცევებს. მეორე მხრივ მე შემიძლია სხვანაირადაც მოვიქცე და მქონდეს რაღაცა machine learning-ით მიღებული რაღაც ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ასევე ჩავტვირთავ და შეიძლება გარეგნულად machine learning-ით მასწავლე ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული მოქმედებები ერთმანეთს გავდეს, მაგრამ პრინციპული განსხვავება ამ ორ შორის მაინც იქნება, რა. და ამ ორგანიზმის შემთხვევაში რასთან აქვს საქმე, ჩემთვის გაუგებარი არის ახლა. ჩემი აზრით ალბათ პროგრამირებასთან აქვს საქმე, რა, იმიტომ რომ ალბათ ინტელექტს რაღაცა კომპლექსურობის ხარისხი ჭირდება, რომ იმან შეძლოს ინტელექტისთვის დამახასიათებელი სწავლის, ძირითადად ხო ეს სწავლის ის არის. სწავლის და მოდიფიკაციის განხორციელების საშუალება არის, რომ შეიძინოს და მოდიფიკაციის მექანიზმი ცოცხალ ორგანიზმებში კი არის ჩადებული, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული თვითონ ორგანიზმის ოპერირებასთან. ძირითადად რა. ამიტომ ჩემ თქვენ კითხვით, რომ ალბათ რაღაცა უფრო დიდი ინტელექტი არსებობს, ხო? ჩვენ რაც ნახეთ, ახლა ის მაგალითი რაც თქვენს მოიყვანეთ, რომ ეს ნეირონული ქსელი, ხო? იქნა შექმნილი იმის მსგავსად თუ როგორ ფუნქციონირებს ნეირონი, ხო? ერთადერთი მაგალითი ინტელექტისაც გვაქვს, ეს არის ჩვენი ინტელექტი, სხვა ინტელექტი არ გაგვაჩნია, უბრალოდ სხვა ინტელექტის მაგალითი. და რასაც მივახციეთ ახლა ამ ხელოვნური ინტელექტების ენაზე, ხო? არის იმის იმიტაცია თუ ჩვენი ტვინი როგორ მუშაობს, ან რა ვიცი, მაიმუნების ტვინი როგორ მუშაობს. სხვა არა გვაქვს და შეიძლება თუ არ არსებობდეს სხვა ეს თვალსაჩინო ჩემი აზრით არ არის, მაგრამ მე ახლა დიდი ცოდნა მაქვს აფაში და
თქვენი პერსპექტივა რომ ესეთი რამე აუცილებლად არსებობს, რაზე არის დაყრდნობილი? ჩემი მოლოდინი უფრო არის, რომ ესეთი რაღაცა შეიძლება არსებობდეს, იმიტომ რომ რადგან იმაზე იმისგან განსხვავებული, რაც ჩვენ გვაქვს აქ არსებობს და ფუნქციონირებს. კი, მე მესმის, რომ მას მაგალითად სწავლის უნარი ალბათ არ აქვს, ეგეც ზუსტად არ ვიცი აქვს თუ არა, მაგრამ ხო, შეიძლება კიდეც გქონდეს რაღაცებს უცბად იმახსოვრებდეს და ანალოგიურ შემთხვევებში ანალოგიას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს რაღაცა, რომლისგანაც განსხვავებულიც ჩვენ ვართ, აი საკმაოდ განსხვავებული, ხომ? ამიტომ ფიქრობ, რომ ჩვენგან საკმაოდ განსხვავებული, თვისობრივად განსხვავებულიც შეიძლება არსებობდეს, რომელსაც ექნება რაღაც კიდევ დამატებითი თვისებები, რომელიც ვთქვათ, ჩვენს მექანიზმში არ ჩაეტია და არ იყო განხორციელებული, არ ვიცი. აი მაგალითად ჩვენ მაინც ჩვენ თავს აღვიქვამთ და ჩვენ ვართ ასე ვთქვათ ერთი პიროვნება ვართ, ერთ ადგილზე ვართ, ხომ? რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ არსებობს ასევე რაღაცა, რომელიც ერთ ადგილზე კი არ არის, რამდენიმე ადგილზე, აი განაწილებული სისტემაა მაგალითად და ხო, ის უკვე ჩვენგან პრინციპულად განსხვავებული იქნება, თუნდაც ამ ნიშან თვისებების წყალობით. ეს განსხვავებული არის პრინციპულად იმისგან, რაც ადამიანის გააჩნია ინდივიდუალური შეიძლება და ერთ ხარჯვაში მოქცეული ეს სტრუქტურა განჯელებული სხვანაირად ოპერირებს. აი ისინი არ არის სამსახიობები, ნაკლებად არიან სტრუქტურის ნაწილი. ხო, აი ეს რო იყო სტრუქტურა, სადაც ცალკეული ობიექტი, ცალკეული მექანიზმიც ხო ჩაღია და ასევე ჯგუფურს არ ვამბობ მე, როდესაც მაგალითად რამდენიმე ხელოსანი, ვთქვათ, ერთ შენობაში მუშაობს, ეს კი არა ჯგუფური მუშაობა, მაგრამ მე ვამბობ, როცა მეტად არის ინტეგრირებული და ერთ მთლიანობას, აი თუნდაც ჭიანჭველების გუნდი, როცა ერთ მთლიანობას წარმოადგენს და თან რაღაც ეგეთია. ხო, ესეც შეიძლება პრიმიტიული განზოგადება გავაკეთეთ ძალიან და კიდე არსებობს უკეთესი განზოგადება, რომელიც უფრო თვისობრივ რაღაც ცვლილებებს და ნახტომს შეიცავს, ვიდრე აი ჩვენი ინტელექტი. ხო, წარმოსადგენად მართლა რთული არის, მაგრამ რო შეიძლება არსებობდეს, ხომ, ამის თქმის და ხო, ამის თქმის საფუძველი გვაქვს, მტკიცების არა, მაგრამ ხო, ძალიან მოულოდნელიც ალბათ არ უნდა იყოს. ხო. შევეხვა რა თეორემის ფუნდამენტურ დონეზე ის ეფუძნება გარკვეულ ხარვერზებს შეიცავს. ან თვითკრიტიკული რომ იყოს საკუთარი ლოგიკური სისტემის მიმართ. უძლეს ვასწავლოთ, შეიძლება ესეც დასწავლადია, მაგრამ ხელოვნური ინტელექტს ჩვენ ვასწავლეთ რაღაცა პრინციპებით მოქმედება. ჩვენი ცოდნაც და აზროვნების სისტემაც მართლა რაღაცა ნიმუშების დასწავლის შედეგად არის ფორმირებული. მე აზროვნებაც ის ხო, მოკლედ აი თუ შეიძლება მე არ ვიცი ესე ხელოვნური ინტელექტი თავის შესაძლებლობებით სადამდე მიდის დღეს. ამგვარი თუ შეუძლია დამოკიდებულება საკუთარი ქცევისადმი თვითკრიტიკული რომ იყოს ხელოვნურ ინტელექტს. საკუთარი ლოგიკური სისტემები ამოწმოს რამდენად შეუძლია ან გააუმჯობესოს ან უბრალოდ იპოვოს ხარვერსები რომ აი თვისებრივი ხასიათის, პრინციპული ხასიათის. არა რაოდენობრივი.
ჯობით ხო აი ხა მოვიდა ხო ამ სისტემებს აი ChatGPT-ის ენის მოდელებს რასაც ვეძახით ხომ თითქმის ყველა ის თვისება ახასიათებს რაც ჩვეულებრივ ადამიანსაც ახასიათებს ანუ თვითკრიტიკულობის ჩათვლითაც ოღონდ ახლა აი მაგალითად ის განსხვავება პრინციპული რაც შეგვიძლია ვთქვათ რომ არის ჩვენსა და მათ შორის არის ის რომ აი მე მაგალითად რა ვიცი ყველა ასე ვართ საკუთარ თავს აღვიქვამთ რაღაცნაირად ხო და ისინი ამ საკუთარ თავს როგორ აღვიქვამენ და ეს ცნება საერთოდ თუ შეიძლება რომ მათ მიმართ გამოვიყენოთ ხომ აი ეს გასაგები და ცხადი სრულებით არ არის ასე რომ ეს კიდე რას ნიშნავს საკუთარი თავის აღქმა ხო ეს ძალიან ღია საკითხი არის LLM-ებს რო ის გააჩნდეთ მის უნარი ეს ძალიან პირობითი არის აი ხა ერთი წამით წარმოვიდგინოთ რომ ადამიანის ფორმის რობოტი გავაკეთეთ აი დავსვით და ეს ენის მოდელი ჩავუთვირთეთ მას ანუ პრინციპში აი ეს შესახედავად თუნდაც ხედის მოკიდების თვალსაზრისით ცოცხალ ადამიანსა და ამ რობოტ შორის განსხვავება აღარ იქნება უბრალოდ მე უნდათ ვიცი რომ ჩემ თავს აღვიქვამ ხო რაღაცნაირად ხვდები რომ ეს ვასებობ გადავადგილდები და აი მას ეს გრძნობა თუ ექნება პრინციპში ფილოსოფიური საკითხი ვიქვამთ ჩვენს თავს ის ველი მაგალითად ვიცით ზუსტად ნუ ასეთი ჩვენი ლოგიკა ყოველ შემთხვევაში რომ აღქმა ჩვენი არის განხორციელებული ტვინში სურათები რასაც ჩვენ მხედველობის სახით ვაფიქსირებთ ხდება ტვინში ხო ამას ჩვენ ვერ ავუქანთ ეს ტვინში ხდება ჩვენ ხედავთ გარემოს ირგვლივ ხო ეხლა მე ერთმანეთს ჩვენ ხედავთ საკუთარ თავში მაგრამ ამის აღქმა ანუ ჩვენ რეალურად იმ მოწყობილობის ზუსტი აღქმა საკუთარი თავი მას ხედველობაში რასაც ლოგიკურად შემდეგ ახმოვაჩენთ აი თვითკრიტიკული ძიებაც ალბათ ესაა რომ რაღაც ლოგიკური ნაბიჯებით მივდივართ იმ უცნაურობამდე რაც არ არის ინტუიციური იმიტომ რომ ჩვენ ავუქვამთ ეს ალბათ თავდაცვის აუცილებელია ჩვენ გადარჩენისთვის აი შეგრძნებების დონე პირველად შეგრძნებების დონეზე აი ფუნდამენტური პროცესები რაც ჩვენში ხორციელდება ეს აღარ არის აღქმადი ხომ ასე ჩვენ მას ვსწავლობთ უკვე რაღაც ხო ეს საინტერესოა თუ დაიწყებს საკუთარი თავის კვლევას ხელოვნური ინტელექტი რა ცნება შეცდომა ხო არ არსებობს აი მანდვარ შეცდომა ჩვენ ვეძახით თუ პირველად დონეზე ტკივილი შეგრძნება უსიამოვნო შეგრძნება და გარემოს სტიმულები არის თვითგანაჩენის პრინციპით მაგარნახები შენ განასხვავო რა არის ცუდი და კარგი შეგრძნებები ერთმანეთისაგან მაგრამ აქ მარტო იმაზე კი არა ასაკ განვითარება რას გულისხმობს რომ ვთქვათ ის პარამეტრთა სივრცე რაც აქვს ადამიანის თავის გონებაში ადამიანს შეეძლოს თავისით გააფართოს თუ ეს შეგიძლია გააკეთო ხო მაშინ შენ ხო რაღაც თვითარდები და LLM-ს ამის აკეთება არ შეუძლია მაგათ აქვს მოცემული პარამეტრთა სივრცე და იმ პარამეტრთა სივრცეში დამაგრები არიან იმის იქეთ ვერ გადი აი საინტერესო დისკუსია არის და გეტყვით ჩემს მაგასთან დაკავშირებით ადამიანები გავდივართ იმის იქეთ რაც გვაქვს მოცემული ჩემი აზრით ვერა აი ჩემი აზრით ადამიანს ინფორმაცია აქვს საიდან ხედავს რაღაცას ხო მათ შორის ტელესკოპით და მიკროსკოპით აი სლაიდებზე არ გამოვიტანე შემთხვევით ეს ორი აპარატი ალბათ მაინც სიმბოლურად ეს ორია ხო რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს რომ განსხვავებული რაღაც დავინახოთ იმისგან რაც ჩვეულებრივად ჩანდა ჩვენ თუ ამ დიდ ენის მოდელს აღჭურვავთ ამ ხელსაწყოებით რაც ახლა ხელოვნური ინტელექტის აგენტებში უკვე ხდება ხო მას საშუალება ექნება რომ ტელესკოპით დაინახოს რაღაცა
მიკროსკოპით დაინახოს რაღაცა, ანუ გაზომოს ახალი რაღაცა და პრინციპში ყველა ის საშუალება ეძლევა, რაც ადამიანებს გაგვაჩნია. და ფიქრობ, რომ აი ჩვენ რასაც განვითარებას ვეძახით, საკუთარი თავის გაფართოებას, ხო? ის გაფართოება იმათაც შეუძლიათ ჩვენც რომ არ გვქონდეს აი მაგალითად საშუალება რომ მაგალითად ნივთს მოვკიდოთ ხელი და მარტო რომ ესე ერთ ადგილზე ვიყურებოდეთ ხომ ჩვენ აი რასაც ვხედავთ ჩვენი სენსორებიდან რაც შემოდის იმ სამყაროს ვერ გავწდებოდით ვერასდროს მე ესე ვფიქრობ რა თქმა უნდა ბევრი ამაში არ მეთანხმება ხოლმე Facebook-ზე ხშირად კრიტიკული გამოხმაურებაც მიმიღია ამასთან დაკავშირებით უბრალოდ მე მაინც ფიქრობ რომ ადამიანი ბავშვობიდან ჩამწყვდეული რო იყოს ერთგვაროვან ოთახში ხომ მისგან დიდი ფილოსოფოსი ვერ დადგება ანუ ის არ დაიწყებს სამყაროს შეცნობაზე დაიწყებს ფიქრს მაგრამ ნუ ეგონება რომ სამყარო ეს არის რაღაც თეთრი ატლასი ხომ აი გალილეოსაც რომ არ ქონოდა შესაძლებლობა რომ რაღაც დაემზადებინა ხელით და იმის გამოყენებით ცოტა რაღაცას შეეხედა ხო ნუ ალბათ ისევ სამ ვეშაპზე ან კუზე ვიქნებოდით დღესაც აი იმაში ანუ ეს ხელსაწყოები გვაქვს ჩვენ რიოლდებით აი იქეცა ესე იგი დებულება ის რომ ესე იგი ადამიანს რო არ გააჩნდეს შეგრძნებები ადამიანი ვერ განვითარდებოდა ფაქტიურად ამას ვინც იტანჯებოდა გადარჩა და ვინც არ იტანჯებოდა შეჭამეს ზოგი ჩვენი ნათქვამი შეიძლება ასეც იყოს ზოგში შეიძლება ვწდებოდეთ და ალბათ ყველაზე საინტერესოა რისი კვლევა რომ აი საიდან დაიწყო ეს ყველაფერი ხო განვითარება კი საინტერესოა ეს ხელოვნური ინტელექტი რაღაცები მაგრამ უფრო საინტერესოა საიდან დაიწყო უჯრედის შესწავლა მაგალითად ხო როგორ ხდება უჯრედის ფუნქციონირება ჩემთვის ეს არის დიდი სასწაული იმიტომ რომ არის თავისით ამოდენა ქარხანა რასაც უჯრედი ქვია რომ არსებობს ხო ამისი წარმომავლობა მაინდა-მაინც ჩემთვის არ არის ინტუიციური რომ რაღაც თქვა მარტივად მოხდებოდა ხო ამან დიდი გზა გამოიარა აი რა გზა ხო ეს არ ვიცით და ძალიან საინტერესოა აი ვირო ეს ხელსაწყობი არ გქონდესო კიდევ გვეგონებოდაო რომ დედამიწა სპილოს ზურგზეა სპილოების ზურგზეა და სპილოები კუზეთ განან ესეც რო გვეგონებოდა ხო ესეც იმის დამადასტურებელი არის რომ ხელსაწყობის გარეშეც ფანტაზიას გასაგანი აქვს და ფანტაზია გაზრს იმის საშუალებას რომ პარამეტრთა სივრცე გააფართო იმითი რაც იქამდე არ ქონდა მართალია ხელოვნური ინტელექტებსაც უყვართ ფანტაზია და ტყუილების მოგონება მაგრამ ეს იმის ეკვივალენტურია თუ არა ეგა უცნობია ალბათ არა უფრო მოთხოვარები არიან არ შეიძლება ენდორა იმენა ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ექსპერიმენტი ჩავატაროთ მაგალითად მე მაქვს ახლა კლოდის უახლესი ვერსია რომელიც ითვლება რომ საუკეთესოა დღეს და გნებავთ რაღაც რთული ამოცანა დაუსახოთ მას უბრალოდ ნახოთ მაგალითად სადამდე გავალთ და რა შედეგებს მივიღებთ ეხება მას პროქს ფუნქცია რომ
ექსპერტთა პანელი აქვს რა, რაღაცა კითხვას რო სვამ, ანუ რაღაცა აგენტებია, რომლებიც განიხილავენ ერთი და იგივე რაღაც საშუალედო პასუხი გამოყავს რა. და ვცდილობდი ამეხსნა, რომ როდესაც მაღალი ენერგიების ფიზიკაში ხო ნაწილაკები მარყუჟები რო წარმოიქმნო, ესენი არის განშლადი და რეგულარიზება ჭირდება რა. და სტანდარტულად რო ახსნი მას გამოგდის ამ რეგულარიზაციის პარამეტრზე დამოკიდებული ინტეგრალები. და ვერ აუხსენი, რომ მართალია ეს პასუხი, რასაც შენ ამობ, ამ კი არის ამ პარამეტრზე დამოკიდებული, მაგრამ ეს პარამეტრი არაფერს არ ნიშნავს და შენ ამ პარამეტრთან ერთად რაღაცა კოეფიციენტები რო აქვს, არც ამგენს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, სანამ შენ ფიზიკას არ მიაბამ ამ პარამეტრს. და ეს ვერ აუხსენი რა, იმიტომ რომ მაგალითად არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რითი შეიძლება ამის გაკეთება და ეს მეთოდები ამ პარამეტრის ნაწილს ერთ და იგივეს გაძლევენ, მაგრამ რაღაცად განსხვავებული კონსტანტები აქვს მიმატებული აქეთ რა. და ამაზე პასუხი არის ის, რომ როდესაც შენ ფიზიკას დააფიქსირებ, ეს სხვადასხვა პარამეტრიზები, სხვადასხვა მეთოდები ერთ და იგივე პასუხამდე მიგიყვანს იმის და მიუხედავად აქ რა გაქვს დანარჩენი კოეფიციენტები. და ეს არ ესმის, იმიტომ რომ ნასწავლი რაც აქვს, არის ის, რომ აიღოს მაგალითად ტექსტბუქები, იქიდან ამოიღოს წიგნები და გითხრას, რომ მაგალითად განზომილებით რეგულარიზაციის დროს ეს არის, პაული ვილარსის დროს ეს არის და არსი ამისი ან ერთის ან მეორესი არ ესმის, თუმცა ამოგიხსნის და დაგიწერს ყველაფერს ერთი და იგივე